ეს აპარატი თვითონ გადაიღებს კარდიოგრამას, თუ კი დააფიქსირა, რომ იმპულსების ქაოსია იქ, თვითონვე მიაწოდებს ამ შოკს. ესე იგი, დღეს აი ამ მოწყობილებაზე ვილაპარაკებთ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. როგორც ჩერდება გული. აი ეს არის გული, მარცხნივ არ არის გული, ეგ მითია? მაისური. ხო, ესე ჯობია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე გული შეიძლება იმპულსის გაქრობის გარეშეც გაჩერდეს. უნდა დავარტყათ დენი. რით დავარტყათ დენი? რა თქმა უნდა, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი. ახლა უკვე სპონსორის რუბრიკის დროა და ვინაიდან და რადგანაც ჩვენ სპონსორი არ აქვს, უბრალოდ პირველივე წუთში თუ მოხდა დეფიბრილაცია, თითქმის 100%-იანი შედეგი დადო. ჩავატარეთ დემონსტრაცია და ბატონი დავითის სხეულზე გამოვცადეთ ეს აპარატი. არ შეეხოთ პაციენტს. მიმდინარეობს გულის რიტმის ანალიზი. ველოდებით ანალიზი. თუ კი ბევრი ადამიანია, იქ უნდა იყოს დეფიბრილატორიც. რა თქმა უნდა, იმ სივრცეს თუ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ უსაფრთხოება უზრუნველყო. ესე იგი, დღეს აი ამ მოწყობილებაზე ვილაპარაკებთ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. მაისური. ხო, ესე ჯობია. ხო და ეს არის ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი, ეგრეთ წოდებულ შოკს რო ეძახიან. ფილმებში ალბათ გინახავს, როცა ესე დენს დაარტყამენ ხოლმე პაციენტს და მე ის უცაბეთად გადარჩება და ყველაფერი რო კარგად სრულდება ხოლმე, მაგრამ სანამ ამაზე დავიწყოთ ლაპარაკს თუ რა არის ეს, მოდი პირველ რიგში განვიხილოთ, როგორ მუშაობს გული და რაც მთავარია, როგორ ჩერდება გული. აი ეს არის გული. გული მოთავსებულია ადამიანის გულმკერდის დაახლოებით შუაში. მარცხნივ არ არის გული, ეგ მითია, აი დაახლოებით შუაშია მოთავსებული და ის თავისით ავტომატურად მუშაობს. მაგიტომაც არის რომ არ შეგვიძლია რაღაცა თქვათ რომ მოდი ცოტა ხანი გული გავაჩეროთ, დავასვენოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორ მუშაობს ეს გული? გულის მუშაობა დამოკიდებულია ელექტრონული იმპულსების წარმოქმნაზე. ანუ სადღაც აი აქ გამოჩნდება ეს ელექტრონული იმპულსი, ჩაივლის მერე მთელ გულს და როდესაც ჩაივლის ეს გული შეიკუმშება, მერე გაქრება ეს იმპულსი, რო გაქრება, მერე გაიშლება. შეიკუმშება, გაიშლება, შეიკუმშება, გაიშლება. აი ეს არის გულის ნორმალური მუშაობის პრინციპი. ანუ რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარეობს, რომ თუ კი ეს იმპულსი გაქრა, გული გაჩერდება. რაც აბსოლუტურად მართალია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე გული შეიძლება იმპულსის გაქრობის გარეშეც გაჩერდეს. და როგორ? როდესაც ეს იმპულსი ესე მოწესრიგებულად კი აღარ ივლის, არამედ როდესაც ქაოსში გადავა, ერთი აქ გაჩნდება, მეორე აქ გაჩნდება, მესამე აქ გაჩნდება. იმპულსები კი იქნება გულში, მაგრამ გული გაჩერებული იქნება, რადგანაც კუმშვადობა აღარ ექნება და ის უბრალოდ ესეთ ფართხალის მდგომარეობაში იქნება, კუმშვის ნაცვლად იფართხალებს, შესაბამისად თავის ტვინში სისხლი ვერ წავა და ადამიანი მოკვდება. მეტიც, აღმოჩნდა, რომ გულის გაჩერების შემთხვევებში ხშირ შემთხვევაში ზუსტად ამ იმპულსების ქაოსით არის გულის გაჩერება გამოწვეული და არა იმპულსების გაქრობის. ხო და, ანუ, მოდი განვიხილოთ ორი სცენარი, როდესაც იმპულსის გაქრობით გაჩერდება გული, რა უნდა გავაკეთოთ და როდესაც იმპულსების ქაოსით გაჩერდება გული, რა უნდა გავაკეთოთ. როდესაც იმპულსი გაქრება საერთოდ, გული ვეღარ ეკუმშება, ეს მეშოკივით არის ჩამოკიდებული და მას აქვს მექანიკური პრობლემა. მექანიკურ პრობლემას ვაგვარებთ გულ-ფილტვის რეანიმაციით, ანუ ჩვენ ხელოვნურად გულმკერდის მოჭყლეტით ვამუშავებთ გულს და ველოდებით, რომ იქნება გამოიმუშაოს ეს იმპულსი თავიდან და ადეკვატური, ასე ვთქვათ, გულისცემა აღდგეს, ანუ ადამიანი გადარჩეს. ხოლო რაც შეეხება იმპულსების ქაოსით განვითარებულ გულის გაჩერებას, ამ დროს გულს მექანიკური პრობლემაც აქვს და ელექტროობის პრობლემაც აქვს. ხა ეს ელექტროობის პრობლემა არის ქაოსური იმპულსები. ამ ქაოსურ იმპულსებს როგორ უმკურნალებთ? ეს ქაოსური იმპულსები უნდა განვუხტოთ. როგორ განვუხტავთ? უნდა დავარტყათ დენი. რით დავარტყათ დენი? რა თქმა უნდა, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორით, რომელიც არის უმარტივესი ხელსაწყო. როდესაც საკმარისია უბრალოდ ორი პადი დავაკროთ დაზარალებულს მარჯვენა მხარზე და მარცხენა ფერდქვეშ, ეს აპარატი თვითონ გადაიღებს კარდიოგრამას, დაადგენს რა მიზეზით არის გული გაჩერებული და თუ კი დააფიქსირა, რომ
იმპულსების ქაოსია იქ. გეტყვის რომ შოკია საჭირო, ხელი არ შეახო პაციენტს და თვითონვე მიაწოდებს ამ შოკს. ამ იმპულსებს სრულად განმუხტავს და შემდეგ გულს ეძლევა შანსი, რომ თავიდან და ნორმალურად დაიწყოს იმპულსების გამომუშავება, ერთგვარი რესტარტია შეიძლება ითქვას გულისთვის. მოკლედ, აი ამ იმპულსების ქაოსს ეწოდება სიცოცხლისთვის საშიში არითმია, ეს არის იგივე ფიბრილაცია, პარკუშთა ფიბრილაცია, და ამიტომაც ქვია ამ მოწყობილობას დეფიბრილატორი. ის ქართულენოვანია და ინსტრუქციებს გაძლევს, შეცდომას ფიზიკურად ვერ დაუშვებთ, იმიტომ რომ სანამ იმ ინსტრუქციას არ შეასრულებთ, რასაც გეტყვით, შემდეგ საფეხურზე აღარ გადადის. დანარჩენს ყველა დეტალს აი ამ ვებგვერდზე გაეცნობით და გირჩევთ რომ ბოლომდე და ძალიან დაწვრილებით წაიკითხოთ. ახლა უკვე სპონსორის რუბრიკის დროა და ვინაიდან და რადგანაც ჩვენ სპონსორი არ აყავს, უბრალოდ რუბრიკა საინტერესო ფაქტები დეფიბრილატორზე. ერთი საინტერესო ფაქტი დეფიბრილატორზე არის ის, რომ თავის დროზე სულ თავიდან 70 კილოგრამს იწონიდა. და მერე უკვე ინჟინერიის განვითარებამ ხპოვა აი ესეთი ლამაზი და მსუბუქი 1 კილოა მე მგონი ხო მეტი არ იქნება. რატო არ იცი? ხო და ეხლა უკვე ესეთი პატარა და მსუბუქია. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ უბედური შემთხვევის დან. იმიტომ რომ რაც უფრო მალე გავაკეთებ დეფიბრილაციას, თუ კი ეს დეფიბრილაცია საჭიროა, მით უფრო მაღალია მისი ეფექტურობა, ანუ ადამიანის გადარჩენის შანსი. მაგალითად, ეგრეთ წოდებულ კატლაბებში, სადაც აი კორონაროგრაფიებს რო ატარებენ ხოლმე, სტენტს რო უდგავენ ადამიანს გულში და ასე შემდეგ. მან ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ უბედური შემთხვევიდან, ანუ გულის ფიბრილაციის განვითარებიდან პირველივე წუთში თუ მოხდა დეფიბრილაცია, თითქმის 100%-იანი შედეგი დადო ამან. ასევე არსებობს სხვა კვლევები, მაგალითად კაზინოებში ჩატარებული კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ თუ პირველ 3 წუთში მიაწოდეს დეფიბრილატორი და დეფიბრილაცია შესაბამისად, ეფექტურობა 70%-ზე მაღალია და 3 წუთის შემდეგ გამოყენებული დეფიბრილაცია უკვე დაახლოებით 40%-ის ეფექტურობით გამოირჩევა და შემდეგ უკვე თითოეული წუთით დაგვიანება 10%-ით უკარგავს დაზარალებულს გადარჩენის შანსს. ზუსტად ამიტომაც არის, რომ ეს აპარატი უნდა იყოს ყველგან, სადაც ადამიანები იკრიბებიან. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის არიან იქ, მაგრამ თუ კი ბევრი ადამიანია, იქ უნდა იყოს დეფიბრილატორიც, რა თქმა უნდა იმ სივრცეს თუ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს. და ზუსტად ამიტომაც არის, რომ საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყანაში რო წახვალ, ძალიან ხშირად შეხვდებით სასტუმროებში, სპორტ დარბაზებში, ავტობუსის გაჩერებებზე, რესტორნებში, მეტრო სადგურებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ხშირად დასმულ შეკითხვებს. ხშირად დასმულ შეკითხვებში ფიგურირებს ხოლმე ძალიან ხშირად, ამიტომაც ქვია ხშირად დასმული შეკითხვები, რომ თუ კი საჭირო არ არის, ხო არ მიაწოდებს ამ შოქსო და არა, ეს ძალიან ჭკვიანი აპარატია და ამისთვის ჩვენ პირველ დახმარების ცენტრში, რომელიც შეგახსენებთ, რომ ყველაზე ლამაზი და საუკეთესო ტრენინგ ცენტრია საქართველოში, ჩავატარეთ დემონსტრაცია და ბატონი დავითის სხეულზე გამოვცადეთ ეს აპარატი, რომელსაც აი ახლა თქვენს გთავაზობთ. მოკლედ, აი ეს არის ის ნივთი, რომლის გარეშეც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადარჩენის შანსები თითქმის 0-ია. ხო და ეხლა განვიხილავთ ბატონ დავით ნარტყოშვილთან ერთად, რომელიც არის ექსტრემალური მედიცინის ცენტრის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჩვენი მეგობარი და ინსტრუქტორი. და დემონსტრაციისთვის გამოვიყენებთ მის შესანიშნავ სხეულს. ხშირად დასმული შეკითხვები არის ხოლმე დეფიბრილატორზე რა? ვაი, რა მოხდება თუ შემეშალა? შესაბამისად, ავტომატური დეფიბრილატორის დემონსტრაციის დროს ვაჩვენებთ ახლა თუ არ ჭირდება დენის დარტყმა, ასე ვთქვათ, შოკის მიწოდება პაციენტს, რა სიზავს ეს დეფიბრილატორი და შემდეგ გარკვეულ შეცდომებსაც დავუშვებთ და ნახავთ როგორ, ასე ვთქვათ, რა რესპონსი ექნება ამ ნივთს. შენ რა შეტყუდავთ? მზად ხარ? ღელავ. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ გულფიტვის რეანიმაცია მიდის, დეფიბრილატორის ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამზადება უნდა მოხდეს გულფიტვის რეანიმაციის წყვეტის გარეშე, თუმცა თუ კი მარტო ხართ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯერ დეფიბრილატორი უნდა დააკროთ და მერე გააგრძელოთ, ასე ვთქვათ, გულფიტვის რეანიმაცია. პირველი რასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ხსნით ამ აპარატს, ჩავრთავთ და ვუსმენთ ინსტრუქციებს.
დარეკეთ სასწრაფოში. დარეკეთ სასწრაფოში. შეუერთეთ პადები დეფიბრილატორს. შეუერთეთ ამოვიღოთ ეს პადები და ნამდვილად შევუერთოთ ახლა ეს პადები. შეუერთეთ პადები დეფიბრილატორს. პაციენტს გულმკერდიდან მოაშორეთ ტანსაცმელი. მოვაშორეთ ტანსაცმელი. პადები. გახსენით პადები და მოაცილეთ დამცავი ფენა. გავხსნათ. მოათავსეთ პადები შიშველ გულმკერდზე მჭიდროდ. ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. ძალიან მარტივად არის ნაჩვენები. წითელი ადის მხართან და ისეთი მოათავსეთ პადები აი ეს მწვანე მოდის უკვე აი მარცხენა ფერთან. მოათავსეთ პადები შიშველ გულმკერდზე მჭიდროდ. ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. გახსენით პადები და მოაცილეთ დამცავი ფენა. არ შეეხოთ პაციენტს. მიმდინარეობს გულის რიტმის ანალიზი. არ შეეხოთ პაციენტს. მიმდინარეობს გულის რიტმის ანალიზი. ველოდებით ანალიზი. შოკი არ არის საჭირო. შეგიძლიათ შეეხოთ პაციენტს. ხმოვანი რიტმის სინქრონში განახორციელეთ 30 ზეწოლა გულმკერდზე და 2 ხელოვნური სუნთქვა. მოდი ახლა ცოტა ხანი გამორთოთ. დავით, კომენტარი ხო რა გაქვს? ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით არა. ანუ დავითი როგორც ხედავთ ცოცხალია, შესაბამისად შოკის მიწოდება არ ჭირდება და ამ აპარატმა გადაიღო კარდიოგრამა, ნახა რომ ამ ადამიანს შოკი არ ჭირდება და შესაბამისად თქვა რომ შოკი არ არის საჭირო და შემდეგ ასე ვთქვათ მოგცა მითითებები რა გავაკეთოთ, როგორ დავეხმაროთ და ასე შემდეგ, რომ შეეხეთ პაციენტს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ კლინიკურად გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ჩვენ ვიღებთ. დახმარება ჭირდება თუ არა. ეს დეფიბრილატორი უბრალოდ გვეუბნება აი ეს გული გაჩერებულია ფიბრილაციით თუ ფიბრილაციის გარეშე. ეხლა ვითომ შეცდომა დავუშვით და საპირისპირო მხარეს დავაგრათ პადები. ოღონდ ეს როგორი შეცდომა, იცი რომ ანუ ფიზიკურად ვერ შეგეშლება რა. ძალიან უნდა მოინდომო რომ ეს შეგეშალოს. იმიტომ რომ აი ფერების განსხვავებულია და სად უნდა დააკრა მაგასაც აჩვენებს. ოკეი? დავიწყოთ ეხლა შეცდომაზე. დარეკეთ სასწრაფოში. დავრეგეთ სასწრაფოში. შევაერთეთ პაციენტს გულმკერდიდან მოაშორეთ ტანსაცმელი. ზრდასრულის პადები. პადები. გახსენით პადები და მოაცილეთ დამცავი ფენა. ეხლა ამას შეცდომით ვაკრავ ქვევით მოათავსეთ პადები შიშველ გულმკერდზე მჭიდროდ. და ამას შეცდომით ვაკრავ ზევით. ნაჩვენები. აბა ვნახოთ თუ არ შეეხოთ პაციენტს. მიმდინარეობს გულის რიტმის ანალიზი. ანალიზი. არ შეეხოთ პაციენტს. მიმდინარეობს გულის რიტმის ანალიზი. შოკი არ არის საჭირო. შოკი არ არის საჭირო. შეგიძლიათ შეეხოთ ანუ პაციენტს. ხმოვანი ანუ შეცდომა რომც დაუშვათ თუ მაინც და მაინც ესე არაბა ჯანჯღარეთ და თვითონ პადებზე არ ათამაშეთ და არ აგზნობინეთ რომ ვითომ ფიბრილაცია უკუღმაც რო დაადოთ ბოლო-ბოლო ამის იმას გააკეთებს ანალიზს. მაგრამ ეგეც კიდე იმას უსვამს ხას რომ სულ ძალიან დაიბნე მაინც მუშაობს რა ანუ აპარატის უსაფრთხოებას უსვამს ხას რომ ხო. ყველანაირად შეგიძლია გამოიყო რომ თავარია ადგილებში არ შეცდე რა პირიქითაც თემა არის. როგორც ხედავთ თუ კი არ არის საჭირო დეფიბრილაციას არ განახორციელებს და თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ რომ არაფერი ისეთი არ შეგეშლებათ რომ პაციენტს რამე დაუშავოთ. ხო ასეა? თავარია მივყოთ წესებს და მოусმინოთ დეფიბრილატორს ყველაფერს გარკვევით ამბობს იმისთვის რომ შედეგზე გავიგოთ. ეგ არის და ეგ. ამით ჩვენი დემონსტრაცია დასრულებულია დროებით. ასე ბედნიერად დასრულდა ეს დემონსტრაცია, როგორც ნახეთ, დავითიც ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, აპარატიც ჩვენიერ ხასიათზეა და მეც ხო ხედავთ რომ არაფერი არ მიჭირს. ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ის თქმაც მინდოდა დღეს ავტომატურ გარეგან დეფიბრილატორზე უკვე გითხარით. შესაბამისად ვფიქრობ რომ დადგა ბოლო ნოგის დრო და დასკვნით ნაწილს კი აი ახლა შემოგთავაზებთ. რეალურად რომ ვთქვათ, უსაფრთხოების კულტურა ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს. პარადოქსია რომ მომხდარი ტრაგედიები ჩვენ გარშემო ხშირად თითქმის არაფერს ცვლის. დაფიქრდით, უბედური შემთხვევის გაგონების შემდეგ რა შეიცვალა ჩვენში და რა შეიცვალა ჩვენს გარშემო? არაფერი. არდა თითქოს ეცვლება მარტივია. ნებისმიერი უბედური შემთხვევიდან მთავარი გაკვეთილი და ცვლილება მომავლისთვის მზადყოფნა უნდა იყოს. რა მოხდება თუ ეს მე დამემართა? ან ჩემს სივრცეში მოხდა? რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ ვემზადებით ამისთვის? ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვას პირველ რიგში რეგულაცია კი არა, მონდომება და სოციალური პასუხისმგებლობა სჭირდება. ყველგან, იქნება ეს სასტუმრო, თეატრი, კლინიკა, სავარჯიშო დარბაზი თუ რესტორანი. ნებისმიერი სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო.
დაფიქრდით, რა არის იმის შანსი, რომ ვიღაცას თეატრის სცენაზე გულის შეტევა დაემართოს, მეხის დაცემის მსხვერპლი გახდეს ან ელექტროტრაუმა სასიკვდილოდ დასრულდეს. რა არის ალბათობა იმისა, რომ რესტორანში გული შეუწუხდეს ვინმეს, ვინმე წყალში დაიხრჩოს, ბაზარში ცუდად გახდეს ან კონფერენციის დროს უბედურება მოხდეს. ეს შანსები თითქოს მცირეა, მაგრამ მსგავსი შემთხვევების შესახებ მინიმუმ თითო მაგალითი ალბათ ყველას გაგვახსენდა ახლა. სამწუხაროდ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადარჩენა რთულია, მაგრამ სწრაფი რეაგირების შემთხვევაში შესაძლებელია გადარჩენის შანსი 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიზარდოს. ჩვენი ქმედება წარმატებული რომც არ იყოს, მთავარია ვიცოდეთ. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ამიტომ ნუ დაუშვებთ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხაზი ნაადრევად გაწყდეს მაშინ, როცა მისი გადარჩენის შანსი ჩვენს ხელშია და უბრალოდ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ არავის სიცოცხლის ხაზი ნაადრევად არ გაჩერდეს და დიდხანს და ლამაზად ფეთქავდეს. ამით ექიმი არჩილ მაშენიას მიღების საათი დასრულებულია. ჯანმრთელობას და ობიექტურ რეალობაში ცხოვრებას გისურვებთ. დროებით.